გოგონებო, საღამომშვიდობის, აბა როგორ ხარ? მოგესალმებით ყველას გოგონებო. დიდ მადლობას გიხდით უკავშირისთვის, დიდ მადლობას გიხდით დალაიქებისთვის, ახის გამოწერისთვის, ჩემო გოგონებო. მოდით გავაკეთოთ რაიდერზე ორ ვარიანტად თუ რა ქმედებები უნდა ადამიანს თქვენ მიმართ. გავაკეთოთ ორ ვარიანტად გოგონებო. რა ქმედებები უნდა თქვენ მიმართ ჩაფიქრებულ ადამიანს. პირველი და მეორე. ნახეთ, პირველი და მეორე. ეს არის პირველი გოგონებო, ეს არის მეორე. რა ქმედებები უნდა თქვენ მიმართ ჩაფიქრებულ ადამიანს, თქვენთან რის ქმედებას აპირებს ადამიანი. პირველი ეს არის გოგონებო, მოდი ამას დავდებ. პირველი და მეორე თავისთავად იქნება აქეთ ამხარი. პირველი, მეორე. რა ქმედებია უნდა თქვენთან დაკავშირებით ადამიანს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. მოდი დავიწყოთ გოგონებო პირველი ვარიანტით, მეორე გადავდოთ. პირველი ვარიანტი. რა ქმედება უნდა თქვენთან დაკავშირებით ადამიანს, რას აპირებს. ნახოთ, აბა დავასკანიროთ, რა ფიქრები აქვს. ფიქრებში ადამიანი არის სტაბილურად, შესაძლებელია იყოს სხვა ქვეყანაში, ან იყოს დისტანციურად, ან შესაძლებელია ორივე ერთად იყოს. ეხლა რატომღაც ჩახანჯრულია და რაღაცა სიტუაცია ამ ადამიანს აქვს დასრულებული. ფიქრობს, რომ თქვენ მიმართ განახორციელოს რაღაცა ტიპის გამოავლინოს, რაღაცა ტიპის გრძნობა, მაგრამ ამას არ ჩქარობს, თუმცა ამაზე უნდა მუშაობა. კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი, გოგონებო? აქ მოხდა უშუალოდ ღალატის კარტი გამოვიდა, ქურუმი ქალი და სამიანი ხმლები, მოიხსენებათ ეს არის მესამე ადამიანის გამოჩენა, შესაძლებელია გამოჩნდა მესამე ადამიანი, რის შედეგადაც მოხდა ეს ყველაფერი. კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი, რა ქმედებები უნდა ამ ადამიანს თქვენ მიმართ. ადამიანს ჯერჯერობით ძალიან უჭირს ეს სიტუაცია, არის რაღაც ჩიხურ სიტუაციაში და მოქმედება არ იცის საიდან დაიწყოს. კიდე რა ქმედებები უნდა ამ ადამიანს. აქ კი ერთპიროვნულად ჩანს, რომ ადამიანი არის ურთიერთობიდან წასული. ადამიანს შესაძლებელია ქონდეს მაგიური ზემოქმედება და უნდა ამისგან განთავისუფლება, სჭირდება ასეთი რამ ჩანს. კიდევ რა მოქმედება უნდა მას. იგი ფიქრობს, რომ არ არის თქვენთან ურთიერთობა ბოლომდე დასრულებული და ისევ ფიქრობს, რომ უნდა მოbrunდეს, მაგრამ მას თუ დააპირა მოbrunება, ისევ აქვს არჩევანი გოგონებო. მოდი ვკითხოთ, აბა მომავალში როგორ იქნება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, როგორი სიტუაცია განვითარდება. მომავალში გოგონებო ეს თავის რაღაც ეკონომიურ კრიზისებში იქნება, თავის ასე ვთქვათ თანხებზე ბღაუჭებოდეს იქნება, ხელს არ უშვებს და ახეთაც უკვე ინტერესი დაკარგული აქვს, ქმედებას არაფრის მიმართ არ აპირებს, თქვენ მხრივ რომ გადმოდგას ნაბიჯი. აქ შესაძლებელია მასთან გამოჩნდა ან გათხოვილი ქალბატონი, ან კიდევ
ანუ ადამიანმა არ იცოდა და ყავდა ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ მაგას ის ადამიანი იყო ასე ვთქვათ დაოჯახებული, ასე შეიძლება იყოს. კიდევ რას მოიმოქმედებს? შესაძლებელია შემდეგ ეტაპზე გარკვეული ხნის მერე შემოგთავაზოთ შეხვედრა, მაგრამ ეს არ იქნება გოგონებო გულწრფელი. კიდევ რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? ეს ადამიანი რაღაცებს გაარკვევს თქვენს შესახებ, შესაძლებელია კომუნიკაციაზე უნდოდეს გამოსვლა, შესაძლებელია დროებით თქვენ ცხოვრებაში უნდოდეს მზის შემოტანა, ესეთი გითხრათ, ესეთი სიტყვები, რომელიც თქვენს გულს გაათბობს, მაგრამ ეს ადამიანი ისევ გაიპარება გოგონებო ურთიერთობიდან. ეს მელასავით მიიპარება. გოგონებო, ეს იყო პირველი ვარიანტი. თუ რეზონირდა, დამილაიქეთ და დამიკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი და დამიწერეთ რის შესახებ გინდათ გაშლა. მეორე ვარიანტი გოგონებო. ადამიანის ქმედება თქვენ მიმართ, ადამიანის ქმედება თქვენ მიმართ. რა ქმედებები ექნება ადამიანს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში? მეორე ვარიანტი. აქ ადამიანს ბევრი ვარიანტი აქვს, მრავალგზის განგიხილავთ, მრავალგზის გაიდეალებულად ავხართ ადამიანს, ანუ ძალიან ენატრებით, შესაძლებელია ახლა იყოთ დისტანციურად აქაც, ადამიანს აქვს მატერიალური და სულიერი კრიზისი, ანუ სულ ერთმანეთისაგან განსხვავდებით ძალიან ის ადამიანი სულ სხვანაირია, შესაძლებელია სულიერ დონეზე და თქვენ სულ სხვანაირი ადამიანი იყოთ და ეს ამას ისიც ხდება რომ ასე არის, მაგრამ მაინც ვერ გთმობთ ერთმანეთს. აქ მოხდა სიტუაცია, უცებ დაინგრა ყველაფერი. აქ შესაძლებელია იყო ოჯახი. აბა ნახოთ, რის ქმედებას აპირებს ეს ადამიანი. შესაძლებელია გამოხატოს გრძნობები და უნდა რომ გამოხატოს, მაგრამ იცით როგორი იქნება ეს გრძნობების გამოხატვა იქნება ძალიან ცვალებადი და არ იქნება დაუშვათ ეს სწორხაზოვანი, ანუ ადამიანი დღეს შეიძლება ასე იყოს, ხვალ შეიძლება ისე იყოს, ანუ ცვალებადი გრძნობების გამოხატვას აპირებს. რაღაცნაირი დოზით გამოხატოს თქვენთან გრძნობები, ეს უნდა რომ მოიმოქმედოს, ასევე ეხლა არაფერს არ ჩქარობს, ახლა და ამ ეტაპზე ადამიანს მოსწონხართ, თუმცა ეხლა აქეთ ნაბიჯის გადმოდგმას არ აპირებს და არაფერს არ ჩქარობს. რის ქმედებას აპირებს კიდევ ეს ადამიანი, აბა აქ შესაძლებელია გოგონებო ერთ მხარეს უფრო მოსწონდეს და ერთ მხარეს უფრო მეტად გქონდეს გრძნობები მეორე პარტნიორის მიმართ. აქ უფრო გრძნობა ჩანს უფრო მეტად ცალმხრივი. თუმცა ადამიანს უნდა ქმედებაში რომ შეგხვდეთ და ასევე რაღაცნაირად გაგიზიაროთ გრძნობები. კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ამ ადამიანს? უნდა ისევ მობრუნდეს თქვენთან, ისევ დაგიბრუნდეთ უნდა, მაგრამ მოქმედებაში ჯერჯერობით ჩახანჯულული წევს და ჯერჯერობით არაფერს არ აპირებს. ქმედებაში რაღაცნაირად გულნატკენია.
კიდევ რას მოიმოქმედებს? ორს კამზე ითამაშებს გოგოებო. თუ ოჯახში იყო ისევ გაიპარება და გაცუნცულდება ოჯახიდან და მეორესკენ გაიშვერს თვალს და მეორესკენ გაცუნცულდება ისევ გაიპარება. ორს კამზე უნდა გოგოებო აშკარად თამაში. კიდევ რისი ქმედება უნდა ამ ადამიანს? აი მე როგორ გავს პირველ ვარიანტს, აქაც მატერიალური მასშია ადამიანი კრიზისში და ესე თავისი თანხები ესე უჭირავს და არ უშვებს ხელს და შესაძლოა კრიზისი კონდეს რაღაცა ეკონომიური თვალსაზრისითაც და სწორედ აქ იყოს მისი სუსტი წერტილი და ამაზეც იყოს ადამიანი მიჯაჭვული. შესაძლებელია თქვენ მას რაღაცით ეხმარებოდით, ასე ვთქვათ ეკონომიურად და ეხლა ესენი რომ დააკლდა ნერვიულობს ადამიანი ძალიან განიცდის ამ ყველაფერს. რისი ქმედება უნდა კიდევ ამ ადამიანს ვკითხოთ? ეს ადამიანი ძალიან ბევრს ნერვიულობს, შფოთავს, ასე ვთქვათ თქვენზე, ძალიან უმძიმს ეს ურთიერთობა და ჯერჯერობით ეს ადამიანი ქმედებაში წინ წაწევას არ აპირებს, გაბრუნებულია ამ სიტუაციიდან. კიდევ რისი მოქმედება უნდა გოგოებო? შესაძლებელია უნდოდეს გოგონებო მობრუნება, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყავით ერთმნიშვნელოვნად. ფიქრობს ისევ შეხვედრაზე, რადგან მას მიაჩნი ხართ თითქოს ოდესღაც ერთმანეთს იცნობდით და ერთმანეთს თითქოს უზიარებდით აზრებს და ეხლაც უნდა რომ ეს მოხდეს. და ამას ანუ თქვენთვის არ არის ეს ცნობილი, მაგრამ შესაძლებელია უნდოდეს. კიდევ ისი მოქმედება უნდა ამ ადამიანს უნდა შეხვედრა თქვენთან. კიდევ რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? იცით, სამყარო გეუბნებათ გადახედეთ ამ სიტუაციასო, გადახედეთ რამდენად გიღირთ ურთიერთობის გაგრძელებაო, რადგან აქ ადამიანის არ აქვს პერსპექტივა, ქმედება არ აქვს პერსპექტივაში. რას მოიმოქმედებს კიდევ? რაღაცა შეეცდება რომ გარკვეული სახის ფიზიკური გრძნობებიც გამოხატოს, ასე ვთქვათ, შემოანათოს თქვენ ცხოვრებაში და ახალი დასაწყისი შემოგთავაზოთ. კიდევ რას მოიმოქმედებს? ეს ადამიანი გულნატკენია ძალიან, ქმედებაში მისტირის წარსულს. ან შესაძლებელია თქვენ გატკინათ გული და ამაზე ნერვიულობს. ძალიან ბევრს შესაძლებელია აქ მოხდა ხალატი, მოხდა გულის ტკენა, იმედგაცრუება და ეხლა ფიქრობს რომ უბრალოდ ამ ურთიერთობას რომ მომავალი არ აქვს. და ეხლა არის იქ სადაც არის სტაბილურად და ჯერჯერობით ქმედებას არ აპირებს. გოგონებო, მოდი კიდევ ერთხელ დავუსვამ კითხვას. რა ქმედება იქნება უახლოესი 1 თვის განმავლობაში მეორე ვარიანტებისთვის ამ ადამიანს? რა ქმედება ექნება? გოგონებო, უნდა აქ შესაძლებელია თავიდან დაწყება ურთიერთობის, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ ჩქარობს და ამისთვის ნაბიჯის გადადგმასაც კი არ აპირებს. გოგონებო, თუ რეზონირდება, ძალიან გამიხარდება, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და მოკლედ, ვისაც პირადი გაშლები სურთ, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე და გავაკეთოთ გოგონებო პირადი გაშლა. დიდ მადლობას გიხდით, ჩემო გოგონებო, აბა დროებით.